მოგესალმებით კომერსანტის დილა ეთერში დღეს არის 4 შაბათი და ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენი ტრადიციული რუბრიკა როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე სითიქომთან ერთად ეთერშია სტუმრები უკვე ჩვენ სტუდიაში არიან დღეს კი გადაცემაში განვიხილავთ პირადი კორპორატიული მენეჯერების როლსა და ფუნქციებს სამეზობლოებში ჩვენ შეიძლება ვთქვას რომ ყველა რგოლს მივყვებით სამეზობლო სტრუქტურაში რაც მნიშვნელოვანი და აუცილებელი არის სხვადასხვა პრობლემების თუ საკითხების მოგვარებისთვის ჩვენი სტუმრები კი არიან ნათია ორახელაშვილი, კომპანია Citycom-ის account manager-ი და ჟუჟუ კაკაბაძე სამეზობლოს პირადი კორპორატიული მენეჯერი. მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის, მოგესალმებით. მოდი დავიწყოთ თავდაპირველად განმარტოთ ზოგადად რას ნიშნავს ეს პირადი კორპორატიული მენეჯერი სამეზობლოში, რა ფუნქციები, რა დატვირთვა აქვს მას, ამიტომ თქვენ მოგვართავთ პირველი კითხვით. პირადი კორპორატიული მენეჯერი არის ადამიანი, რომელიც კორპუსის მენეჯერს ეხმარება Citycom-ის ციფრული, ასე ვთქვათ, ბიზნეს პორტალის მართვაში, რომელიც არის City პორტალი. ჩვენი მოვალეობაა, რომ ფინანსური კუთხით უზრუნველყოთ, დავეხმაროთ დავალიანებების კონტროლში, სხვადასხვა ფინანსური საკითხების მოგვარებაში, რაც გულისხმობს, რომ მათ ქონდეთ მორგებული მომსახურება ჩვენი მხრიდან. ქონდეთ გამჭვირვალე მომსახურება, რომელიც ამომავლოდ ყოველდღიურობას უმარტივებს ჩვენთან საკონტაქტოდ კორპუსის მენეჯერს. ანუ ნათი ეს არის ადამიანი, რომელიც თქვათ, აი მენეჯერი, რომელიც სამეზობლოს ყავს, არაპირდაპირ რაღაც ხელხაზზე რეკავს და შემდეგ გადანაწილების პრინციპით, არამედ მათ ზუსტად იციან, ვის უნდა ეკონტაქტონ და რომ სწრაფი რეაგირება მოხდეს, ხო, სწორად მივხვდი. კი, როგორც კი მისამართი დაიწყებს Citycom-ის სარგებლობას, იმ წუთიდანვე უკვე პირადი მენეჯერი უკავშირდება კორპუსის წარმომადგენელს და ის არის კონკრეტულად მასზე, ასე ვთქვათ, დაკონტაქტებული და ყველა მეზობელი ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია. კი ბატონო, აი მოდით გვითხარით ის საკითხები, რაც ყველაზე ხშირად აწუხებთ მეზობლებს, სამეზობლოს წევრებს, რა არის თქვენთან მომართვიანობის ეს თქვათ ტოპ საკითხები? მობინადრეების ესე ყველაზე დიდი მომართვიანობა ჩვენთან არის რომ მიიღონ სრული მომსახურება სხვადასხვა პროვაიდერების მხრიდან, ქონდეთ ინფორმაცია მათ კორპუსში დაზოგილ და გახარჯულ თანხებთან მიმართებაში, რომელიც უკვე ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ რომ მათ აკონტროლონ და ის დარჩენილი დანაზოგი რაც აქვს ხოლმე კორპუსს გამოიყენონ კორპუსის საჭიროებისთვის და კეთილმოწყობისათვის. კი ბატონო, თქვენ ასე თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარეც რომ გითხრათ უკვე რამდენად სწრაფად ერთვებით, თქვათ, აი როგორია თავად აი სტრუქტურა რომ განგვიმარტოთ, გიკავშირდებიან, თქვათ, კონკრეტული პრობლემით და რა ხდება შემდგომ? ჩვენთან დაკავშირება ნებისმიერ წამს შეუძლია ჩვენ პორტფოლში ყოფ მენეჯერებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ რაღაც კონკრეტული საკითხით მოგმართონ და ჩვენი უშუალო კომუნიკაცია აწარმოებს იმას რომ ძალიან მარტივად ვჭრით ამ პრობლემებს არ არსებობს საკითხი რომელთაც ასე ვთქვათ არ ვერთვებით მობინადრეებთან და მობინადრეებისთვის საჭირო საკითხი რაც მოდის ჩვენამდე მენეჯერის მხრიდან ნებისმიერი საკითხის როგორც თავად მართვა შეუძლია კორპუსის მენეჯერს ასევე ჩვენი ჩართულობით გადარიცხვები იქნება ის თუ სხვა მიმართულება რაც შეიძლება რომ ჩვენი ჩართულობით მოხერხდეს ყველაფერში ასე ვთქვათ უშუალოდ ჩვენთან აქვთ კომუნიკაცია. მათ შორის აი სერვისის კომპანიების შერჩევის დროს რაიმე ტიპის თქვათ იგივე იქ რაღაც ხელშეკრულებას აფორმებენ თუ სხვა ტიპის რაღაც კონსულტაციები შეუძლიათ გამოცდილების კუთხით მიიღონ თქვენგან? კი ბატონო, რა თქმა უნდა ჩვენს ვებგვერდზე Citycom.gz არის პროვაიდერების მიმართულება, სადაც უშუალოდ არის ყველა კატეგორია ჩამოთვლილი. იქ არის შეფასებებიც და დეტალური ინფორმაცია დატანილი, რაც შეიძლება კორპუსის მენეჯერს დაჭირდეს, რომ ფინანსური მიმართულებით იქნება კალკულატორი, რომ დათვალოს რა მომსახურებას რა ფასად მიიღებს კონკრეტული პროვაიდერისგან, მათთან შეთანხმების საფუძველზე უკვე ფინანსურ უზრუნველყოფას, რომ უფრო მარტივი და მოსახერხებელი იყოს ჩვენი სისტემა მათთვის, რა თქმა უნდა, ვახერხებთ, რომ ყველაფერი იყოს ავტომატურ რეჟიმში. კი ბატონო, ნათია, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ თქვენთვის უკავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი სამეზობლოების, თქვათ, წევრებს როგორი და იგივე სერვისის კომპანიებზე როდესაც ვსაუბრობდით, იქ მნიშვნელოვანია თავად შეუძლიათ დააფიქსირონ მოსაზრება. აი, კორპორატიულ მენეჯერებზე როგორ არის აი ჩემთვის რაღაცა ეს პირადი ბანკირის შტაბ-ეჭრილებით ფუნქციურად ამისკენ წავედი და ბანკები ვიცი რომ პერიოდულად ატარებენ ხოლმე გამოკითხვებს, თქვათ, მანყოფილებაზე ან რა სურთ, თქვათ, მიიღონ დამატებით. თუ გაქვთ ასეთი უკავშირები სამეზობლოების ან კონკრეტულად მენეჯერებთან მაინც, რომლებსაც აქვთ, თქვათ, ან რეკომენდაციები ან რაიმე ტიპის, თქვათ, სურთ რომ უფრო
სხვა სერვისიც მიიღონ კორპორატიული მენეჯერისგან. კი, ზოგადად კომპანიაში ყველა განყოფილებაში გვაქვს ხოლმე კვლევა, როგორც პირობითად გაყიდვების ნაწილში, call center-ის ნაწილში, შესაბამისად კორპორატიულ მენეჯერებთან, ანუ მოსახლეობასთანაც, კორპუსის მენეჯერებთანაც ვატარებთ კვლევებს. თუ რამდენად კმაყოფილები არიან ჩვენი მომსახურეები, შესაბამისად მენეჯერების ნაწილშიც, რაიმე სიახლოვეს ხომ არ დანერგავდნენ პირობითად რჩევის სახით, რასაც მე ჩვენ აუცილებლად ვითვალისწინებთ ხოლმე პრობლემებსაც ვითვალისწინებთ, რა თქმა უნდა და რაც როდესაც პირადი მენეჯერი ყავს და კონტაქტი მასთან, ასე ვთქვათ, ნებისმიერ დროს შეგიძლია, ბუნებრივია, პრობლემაც ნაკლები არის, იმიტომ თუ რაიმე კითხვა გაქვს, რაიმე ხარვეზი, პირობითად შეგიძლია რომ მასთან დროულად მოახდინო და კონტაქტება და ეს პრობლემას დროულად აღმოიფხვროს. კი ბატონო, და მოდით აი სამეზობლოებზე და ცნობადობის ნაწილზეც ვთქვათ, თუ არიან ვთქვათ სამეზობლოს წევრები, ვინც ჯერ არ იციან ამ პირადი კორპორატიული მენეჯერის შესახებ, ან ეს სერვისი როდიდან ამატეთ დაინერგა თუ თავიდანვე გქონდათ ასეთი ეს სერვისი ალბათ 1 წელი არის, რაც დავერგეთ ჩვენს კომპანიაში და მაშინ როგორც კი გადანაწილდა, ასე ვთქვათ, კორპორატიული მენეჯერები კორპუსის მენეჯერებთან, მაშინვე ჰქონდათ გაცნობითი სახის შეხვედრები, როგორც ფიზიკური, ასევე ონლაინ და იმ წუთიდანვე აქტიურად არიან ჩართულები. იმდენად ახლო ურთიერთობა აქვთ, რომ მე ცოტა იჭმეპარება რომ არ იცოდნენ, იმიტომ რომ როგორც ვთქვით, ნებისმიერ დროს შეუძლიათ რომ მათთან კონტაქტზე იყვნენ, აქვთ მათი პირადი ნომრები, მეილები და ასევე ცხელი ხაზის ნომერზე შეუძლიათ პირადად მათთან კი ბატონო, რაღაც კონკრეტული რაოდენობა უნდა იყოს, რომ მიანიჭოთ კორპორატიული მენეჯერი თუ ნებისმიერ შემთხვევაში, ვთქვათ, ხდება მიკუთვნება იმ თქვენი მენეჯერების, რომლებიც ყავთ Citycom-ში. კი, ნებისმიერ შემთხვევაში, ესე რენდომ პრინციპით, რა ვთქვათ, როგორც კი მისამართი აქტიურდება Citycom-ში, უკვე ეწერება კონკრეტულ მენეჯერს ეს მისამართი და ის იწყებს უკვე ამ მისამართთან დაკონტაქტებას და აქტიურად მუშაობას. კი ბატონო, ანუ როგორც მივხვდით, თქვენს გაქვთ იქითაც ეხმიანებით სამეზობლოებს, ხომ არ აქვთ რაიმე კონკრეტული საკითხი მოსაგვარებელი. გარდა იმისა, რომ თქვათ, რთულ სიტუაციებში აქეთ გირეკავენ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი მხრიდანაც ხდება დაკავშირება კორპუსის მენეჯერებთან, გარდა იმისა, რომ რაღაც მომართვიანობა ქონდეთ უბრალოდ მოკითხვის დონეზეც გვაქვს ეს ურთიერთობა და ჩვენი ზარი არ იწყება მხოლოდ საქმის მიმართულებით და ეს უფრო უშუალოს და მარტივს ხდის ჩვენ კომუნიკაციას, რომ ის პრობლემები რეალურად რაც ფიქსირდება ხოლმე, უფრო უშუალო და მარტივად გადავწყვეტა. კი ბატონო, და ნათია ბოლოს მოდით თებერვლის ერთგვარად სტატისტიკასაც ან წლის დასაწყისიდან გავისმოთ, ჩვენ ხშირად გვისაუბრია თუ აი ამ წლების განმავლობაში და ზოგადად რა რაოდენობის სამეზობლოები და თანხა შეგროვებული. როგორი არის თებერვლის სტატისტიკა ან წლის დასაწყისიდან თქვათ რა მოცულობის თანხა შეგროვდა, რამდენი ახალი ასე ვთქვათ სამეზობლო დაგემატათ, აი როგორი სურათი გაქვთ ტენდენციის სახით. კი, თებერვლის თვე რო შევაჯამოთ 11,000-მდე ახალი მეზობელი დაგვემატა. და ამ თვეში Citycom-ის დახმარებით ბუნებრივია სამეზობლოებმა 7,000 ლარამდე შეაგროვეს, რაც უკვე გადაანაწილეს მათი სრულიდან გამომდინარე იმ ხარჯებისთვის, რაც აქვს ყოველთვიურად კორპუსს. ძირითადად ლიფტის მომსახურება, ელექტროენერგიები და კორპუსის დასუფთავება. ეს თბილისს ეხება, ხომ ჩვენ ბათუმზეც გვისაუბრია, თუმცა ნუ თბილისში ანუ იზრდება საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. ანუ წლის განმავლობაში ფიქრობ რომ ეს კიდევ დაიმატებთ, ანუ ამის რესურსი არის თქვენთან. კი, ეტაპობრივად ამ ყველაფერზე ჩვენ აქტიურად მუშაობთ. კი ბატონო, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ მოვისმინეთ დეტალური ინფორმაცია თუ როგორ შეიძლება რომ ძალიან მოქნილი იყოს სერვისი და თუნდაც კონკრეტული რაღაც პრობლემატური საკითხის შემთხვევაში ზუსტად ვიცოდეთ ადამიანი, ვინც იზრუნებს დაგვეხმარება, მოკლედ ამ საკითხის კოორდინირებაში. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ეს იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იყო პირადი კორპორატიული მენეჯერები სამეზობლოში, ჩვენი სტუმრები კი ნათია ორახელაშვილი, კომპანია Citycom-ის აკაუნტ მენეჯერი, ასევე ჟუჟუ კაკაბაძე, სამეზობლოს პირადი კორპორატიული მენეჯერი. ჩვენ რუბრიკის ფარგლებში ერთი კვირით მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.